ესეთი ორიგინალური სახელი აქვს შემდეგ საკითხ. ქვია მიირთვით გომბეშო. წიგნიც არის ასეთივე სათაურით, ანუ მე ესეთ კბილხმოვანი სათაური მე არ გამომიგონია. Eat the frog. ანუ მიირთვით გომბეშო, ესე ქვია წიგნს. და ეს შეეხება საქმეების დაპრიორიტეტების. აი ყოველდღიურად თითოეულ თქვენგანს აქ იმაზე მეტი საქმე, ვიდრე შეუძლია მოასწროს. ესეა თუ არა? თალსახად, ხო? სია თქვენი საქმეების ყოველთვის უფრო გრძელია, ვიდრე შეიძლება რომ ერთ დღეში გავაკეთოთ, ხო? და ყველა ჩვენგანი ცდილობს რომ დააპრიორიტეტოს, ანუ უფრო მნიშვნელოვანი საკითხები წამოწიოს წინ და უფრო მეორეხარისხოვანი თუ ვერ მოვასწრებთ და ჯანდაბას, ან სხვას გადააბარებ რაღაცას ისე. ესენი გვეუბნებიან, რომ ჩვენ სიაში იმალება გომბეშო. ანუ სიას რო დაწერ დღევანდელ დღისთვის, ან ხვალინდელი დღისთვის, იქ იქნება ერთ-ერთი საქმე, რომლის გაკეთებაც ყველაზე ნაკლებად გინდა. რატო შეიძლება რაღაც საქმის გაკეთება არ გინდოდეს? როგორ ფიქრობთ? რთულია? ძვირია? ხო, აი შენ ვერ ხალისობ, ვერ სიამოვნებას ვერ მიიღებ. ხო, არა, მაგის ხასიათი არა გაქვს, ანუ მაგის ხასიათზე არა. ჩვენ გვეუბნებიან, რომ გომბეშო ქვია, რომ გადააავლებ სიას თავს და უფრო დაიჭყანები, აი ეგ არის გომბეშო. თანამშრომლისთვის შენიშვნის თქმა ხშირად არის გომბეშო, კაი თანამშრომლისთვის. ვაჭრობა ვიღაცაებთან და კაჭაობა, ასე ვთქვათ, ხშირად არის გომბეშო. უინტერესო რაღაც დოკუმენტაცია გაქვს შესავსები და გასაგზავნი, შრომატევადია და არანაირი ინტერესი შენში არ იწვევს და მოკლედ ბევრი მიზეზია, ხო? გომბეშოები რო გვაქვს, ამაზე შევთანხმდით. ეხლა რას უშვებით თქვენ გომბეშოებს? ჩვეულებრივ, როგორი ჩვევა გაქვთ, რომ გომბეშო რო არის ნელა. ხო არ გადადებთ ხოლმე. შეიძლება ხდებოდეს, რომ გადადო. რომ აუ ეხლა ამის თავი არა მაგ და ხვალდილიდან მივხედავ. ხვალდილიდან სხვა საქმე გამოჩნდება და საღამოს მივხედავ და მე ზეგდილიდან ის. დავათრებთ გომბეშოებს. პროფესიონალი მტრეველები ვართ გომბეშოების ასე ვთქვათ, ხო? გომბეშოს რო დაათრევთ დღიდან დღეში და კვირიდან კვირაში რა მოსდის? უარესად გომბეშოვდება. უფრო ღრმავდება პრობლემა. არ მიეცი შენიშვნა იმ მომენტში, ეხლა უკვე შენიშვნა კი არ უნდა მისცა, თავზე უნდა დაახურო. ანუ რთულდება პრობლემა. დროულად არ შევატყობინეთ, ის დოკუმენტაცია უნდა გაგვეკეთებინა, ეხლა უკვე ტენდერამდე დარჩა 3 საათი და ღამეს ვათევ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ გვაქვს ჩვევა, რომ გომბეშოები გადავდოთ, ხო? სინამდვილეში კიდე გვეუბნებიან, რომ მოიშორეთ პირველ რიგში. მიირთვით გომბეშო არის ძალიან მარტივი პრინციპი, გვეუბნება, რომ დაწერე სია, იპოვე გომბეშო და ეცი. ეგრევე, პირველ რიგში დილიდან სპირვა გომბეშო გადაყლაპე. გომბეშოს რომ მოითავებ, ხო მოგითავებიათ გომბეშოები, როგორი შეგრძნება გაქვს? ძალიან მაგარი, რომ ეხლა მოდით ყველანიო, იტყვი. არ ყოფილა ისეთი საშინელი, არ ყოფილა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ისეთი შვება მოდის გომბეშოს გადაყლაპის მერე, რომ ამან თუ არ მომკლა, ხო, აწი არაფერი აღარ მომკლავს, ხო? ანუ მოზღვავება მოდის ენერგიის. მეორე მხრივ გომბეშო რო გელოდება, უსიამოვნო საუბარი გელოდება საღამოს, მთელი დღე ყველაფერს გომბეშოს სუნი აქვს. ვერაფერს ვერ აკეთებ, ვერ კონცენტრირდები, იმიტომ რომ აუ გაგახსენდება, ის უნდა მოვიდეს დღეს და აუ დაიწყებს ახლა და თქვათ უკმაყოფილო კლიენტი ასე შემდეგ. ამიტომ გვეუბნებიან, რომ უკმაყოფილო კლიენტთან გაარკვი ეხლავე, მოვიდეს ეხლავე თუ სწალია თუ არა დილიდან. ხო? რომ აი ეს მოლოდინი რო ვაიმე რა ბედი გვეწევა არ იყოს. თანამშრომელთან უსიამოვნო საუბარი გვაქვს, აი როგორც კი, как только так сразу, რა უთხარი, მოიშორ. ხო? კი ბატონო, დაიჭყანე, გემრიელი არ არის, სასიამოვნო გომბეშო არ გახდება, მაგრამ რაც უფრო გადადებ, მით უფრო უსიამოვნო გახდება. რა მაგაზია საუბარი. დილა არის განსაკუთრებული დრო, ესე იგი გომბეშოების მისართმევად. დილას მოკლედ ჩვენ გვეუბნებიან აი ესეთ რამეს მაგალითად რომ სტატისტიკა არსებობს რომ დილის საათებში სადილამდე ვთქვათ პირველ საათამდე სამსახურიდან გაგდებული ადამიანები არის 10-ჯერ ნაკლები ვიდრე სადილის შემდეგ. წარმოიდგინეთ
დილის საათებში, რატო დილას არ ეშლებათ, სულ საღამოს ეშლებათ რაღაცეები? არა, ნერვები აღარა გაქვს რა. მძიმე ცხოვრება გვაქვს და თუ ალბათობა არის, რომ ვინმე გააგდოს სამსახურიდან, მეტი ალბათობა არის დღის მეორე ნახევარში. რაც ნიშნავს, რომ შენი თანამშრომელი თუ დილას გეტყვის პრობლემას, დიდი შანსია, რომ გაბრაზდე, მაგრამ მოაგვარო, გადაიტანო. ხო? მეტი ენერგია გვაქვს, ხალხო, ყველას მეტი ენერგია აქვს. პირიქითაც ავიღოთ თანამშრომელს, რომელსაც შენიშვნას ეტყვი და სახში გაუშვებ, ეგრე დამძიმებულს, ის წაიღებს ოჯახში ამ პრობლემას, ხო? და დილას თუ ეტყვი, შანსი აქვს, რომ იქვე რეაბილიტირდეს. ანუ იმავე დღეს რაღაცაში გამოასწოროს, შეისკნას, მოინდომოს, დაინახო და შეაქო კიდევაც საღამოს და უთხრა, რომ აი ესე, დალოცვილო. იცით რა, წკეპლით არა, მაგრამ ხო, შენიშვნის დროულად თქმა ხო არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ერთ-ერთ სამსახურში დავამუღამე, რომ თუ რამე პრობლემა ხდებოდა, დავხვდებოდი ჩემ უფროს დილას. ნუ შევაჯავრე ჩემ უფროს ჩემი დანახვა დილით. მაგრამ პასუხი თითქმის ყოველთვის იყო, რომ კაი ვიმუშაოთ და მოვაგვაროთ რა. ხო? იმისეთსაც არ ვაფუჭებდი და ისეთ სიხშირით, თორე ეგეც არ მიშველოდა, მაგრამ ჩვეულებრივ იმას ვამბობ, რომ დილას ყველას აქვს მეტი ენერგია და უკეთესი ხასიათი, ეხა თქვენც იცით და მეც ვიცი. პროდუქტიულობა გომბეშოს შემდეგ ამბობენ, რომ შეიძლება იყოს 5-ჯერ მეტი ხალ, 5-ჯერ მეტი საქმე შეიძლება მოასწრო, როცა მოშორებული გაქვს აი ეს სულზე რაც გაწევს რა. ძიმე საუბარი სიტყვაზე, ან უინტერესო რაღაც დოკუმენტის დაწერა, ან რაღაცა ესეთი რა. ინსტრუქცია გამოდის ესეთი. ჩამოწერეთ საქმეების სია ყოველ დღე, ანუ ეს თქვენ მიმართაც არის ეს მომართვა და თქვენ თანამშრომლებთან შეიძლება რომ გააზიაროთ, აირჩიეთ გომბეშო, შეახრამუნეთ გომბეშო, დააყოლეთ ყავა და დაიწყეთ მუშაობა. ასე ვთქვათ, ანუ ის მოვითაოთ, აი ვიცოდეთ, რომ ხვალ დილას მოკლედ 11 საათისთვის ეს პრობლემა აღარ მექნება. ხანდახან პრობლემა იმხელაა და ისეთია, რომ 11 საათამდე მოვაგვარებ და ერთი კვირა ჭირდება, მაგაზე არა გვაქვს ლაპარაკი. ლაპარაკი გვაქვს, რაც მოგვარებადია სწრაფად, ეგრევე ვეცეთ და ისკვნათ და დღეს რომ მიხვალთ მე ესე იგი რჩევა კი არა და თხოვნა იქნება ესეთი, რომ შეიძლება უკვე გადადებული გომბეშოები გაქვთ, უკვე მოთრეული რა, გუშინ უნდა გაკეთებულიყო გუშინ წინ იმის წინ, თუ გამოვა დღესვე მოუღეთ ბოლო თუ არა და ხვალ დილით, ასე ვთქვათ რა. და თან ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ თქვენ მაგალითს იღებენ თქვენი თანამშრომლები, თქვენ გიყურებენ, ასე ვთქვათ და შენ თუ ეგეთ იმას დააწესებ კულტურას, ასე ვთქვათ და წესრიგს, დიდი შანსია, რომ შენი თანამშრომლები წამოკვნენ ამ ამბავში. ეგ არის და ეგ.